2008 წელს ბინა დამინგრიეს. ერთი ოთახი მქონდა და აღარ ამიშენეს. დღემდე ცოტა არაფერი მიმიღია. ამბობს საქართველოში ყველაზე საყვარელი ფილმის გმირი ბურნუთა. მსახიობი ვახტანგ ფანჩურიძე. უკვე წლებია კერძო ინვესტორის მიერ დაზარალებულ მსახიობს და მის მეზობლებს მძიმე მდგომარეობაში უწევთ ყოფნა. მიუხედავად ამისა, ბატონი ვახტანგი ცდილობს, რომ არ გაბროდეს და არც მომავლის იმედი დაკარგოს. საღამოშიდობის ჩვენ ტრადიციულ შეხვედრა ისევ შედგა, გადაცემას წარმოგიდგენთ PSP. ჩემი ოჯახი საფთიაქი და მე გადაცემის წამყვანი გიორგი ღობერიძე ვარ. ვახტანგ ფანჩურიძე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. მოგესალმებით და მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან ეთერში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის თქვენთან ურთიერთობა. მე არ მინდა ისე დავიწყო გადაცემა, რომ არ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თქვენს მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება ეხა ახალგაზრდობაც უყურებდეს ჩვენს გადაცემას და ესე პირდაპირ ვერ ახსენდებოდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ნანახი აქვთ ის ფილმი, სადაც თქვენ ბურნუთას როლს თამაშობთ. და მე ვთხოვ მე ჩვენს რეჟისორს, რომ ეს კადრებიც ამოანათოს ხოლმე გადაცემაში. მაგ ფილმზე გავიზარდეთ ყველა. პირადად მე ალბათ 1 მილიონჯერ მაინც ვექნა ნანახი და თქვენი პერსონაჟი განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. იდეათ კარგად თამაშობთ მას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე გაგვილამაზეთ ჩვენი ცხოვრება. ეხლა მე მინდა გითხოთ თქვენი ისტორიის შესახებ. რა მოხდა ეს, როგორ დაზარალდით? 2008 წელს ჩვენ ცხოვრობდით მეზობლები იტალიურ ეზოში. ცოტნე დადიანის 15 ნომერში იტალიური ეზო იყო დიდი 35 მეტრი შეგანე 35 მეტრი სიგრძე, საკმაოდ დიდი და მოვიდა მშენებელი და გვიცხა რომ ჩვენ გთავაზობთ რომ აი ამ ეზოს ბარაკის ტიპის სახლები ქონდა, ორი სართული იყო და დავანგრევთო ამასო და აქ ახალ კორპუსს ავაშენებთო და თქვენს დაგაკმაყოფილებთო. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა სიხარული შევხვდით ამ წინადადებას, ერთ სიტყვით მოვილაპარაკეთ, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. ეს ბინა დაგვინგრიეს, როგორც იქნა, როგორც იყო ხელშეკრულებაში, ბინა დაანგრიეს, იქ მასალა, ყველაფერი, რაც იყო იქ, რაღაცეები იყო, კარგი, ახლა რაღაც წაიღეს ისინი თვითონ. და ქირას გვიხდიდნენ 2 წელი, 2 წლის მანძილზე გვიხდიდნენ ქირას, ეს იყო 2008 წელი და შემდეგ შეგვიწყვით ეს ქირა. ახლა ჩვენ ქირა შეწყვიტეს, მაგრამ გვეგონა რომ კარგი ქირა შეწყვიტეს, სახლს მაინც არ გვიშენებენ. მე გავიდა 1 წელი, 2 წელი აღარ სახლს აღარ გვიშენებენ. მივედით საქმის გასარკვევად, რა ხდება, რატომ შეჭერდით ასე და ახლა ამომწურავი ზუსტი, ანუ ვერც ამომწურავი და ვერც ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ რა. ახლა ის რას ფიქრობდა, რატო დაიწყო? მე არ ვიცი, ახლა გავარკვიეთ რომ რაღაცა თქვა რომ რაღაც პირამიდა გააკეთესოთ, ჩვენი ეზოს დანგრევა უნდოდა რომ წინა მშენებარე რაღაცა უნდა შეევსოთ, რაღაც ის გეგმაო თუ რაღაც, ერთ სიტყვით ფაქტია რომ ჩვენ დაგვანგრიეს, აღარ აგვაშენეს. მერიას მივაკითხეთ, სასამართლოს მივაკითხეთ. მე ერთო კომპანია არისო და რასო, ეხლა ჩვენო ვერ ჩავერევითო, თქვენო ხელი არ უნდა მოგეწერათო, არასდროს მოაწერეთო ხელიო ხელშეკრულებასო და რახან ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელიო, ესე ჩვენო ვერაფერს აღარ გავხდებითო. გავიდა დრო, ეხლა შეიცვალა ხო, ხელისუფლება მოვიდა, ახალი ხელისუფლება. ახალ მერიაში მივედით, ეს აი იგივე პასუხი გაგვცეს ახალ მერიას. ერთ წუთი იმის მერე გავიდა 15 წელი, 16 წელი 2008 წელს ხო დაგვანგრიეს. გავიდა 16 წელი. ამ 16 წლის მანძილზე უკვე ახალი ხელისუფლების დროს, ბატონი კალაძის მერობის დროს მოდიოდნენ ჩვენთან მშენებლები მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ რომ იგივე პირობ, ავაშენებთ და ჩვენ გავაგზავნებთ, ჩვენ კი ბატონო, ჩვენ არაფერი პრობლემა არ აქვს. მე რომ გადიოდა რაღაც 1-2 კვირის მე ერთ-ერთი მაგალითად მოვიდა და გვეუბნება რომ თქვენი ვინც არისო, თქვენი ვინც დაგანგრიათო ესაო, ისო მე მთხოვსო რაღაცა ზარალის ანაზღაურებასო, მთხოვსო რომ ბინა უნდა მივცეო, რამოდენიღა თანხა მთხოვსო, იმიტომ რომ ეს ჩემი ობიექტია, შენ რო გააგრძელო, თანხა უნდა გადამიყადო, ერთ სიტყვით ესეთ და ახლა მე არ მაწყობს თუ მოიცილებთო იმასო, ანუ ესე თუ გაუშვებთო თქვენ იმშენებელსო და რაღაც მაშინ იმათთან მესაქმე არ მექნება, აგიშენებთო. აი ესეთი ჩახლართული აბდაუბნა ერთმა მეორე მესამე ერთმა საერთოდ გითხრა რომ რა დასამალია და მე დასამალი არაფერი არ მაქვს, არც არავისი არ მეშინია, რა ვიცი, კანონს არ ვარღვევ და მერიაში გითხრესო რომ ფულს გთხოვ, ერთ სიტყვით ფულს ითხოვენო მერიაში. ეხლა ახალ არაფერს არ ვამბობ და მაყურებელი არ გაუკვირდება. ამათ უნდათ რომ აეშენებინა ჩვენთან ერთ-ერთ კომპანიას 16 სართულიანი
და მე აძლევდა 9 სართულიანი საშენების უფლებას. მაინტერესებს 16 წელი ხარ ქვეყნის მერი ხო, თბილისის მერი. იცი რომ არის ასეთი შემთხვევა 16 წლის წინ დაუნგრიეს ოჯახს, 18 ოჯახს. ბინა 18 ოჯახი 16 წლის მანძილზე გარეთ არის, ქუჩიდან ასაფრებენ შვილებს, რამდენი გარდაიცვალა, სახსრები არა აქვს, ბინები, კერძო ნაკირავებინიდან ვერ ასაფრებენ, ქუჩიდან ასაფრებენ. აი ესეთ გაჭირებულ დღეში არის განსაკუთრებული, ეს ხო უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა. და იმის მაგალითად რომ ხელი შეუწყო, დაუძახო იმას და ვინც დაანგრია და ვეღარ აშენებს და გაარკვიო, რატო არ აშენებ, რა ხდება, ეს ხალხი რატო დამიყა, ეს კაცო ქვეყნის პრესტიჟს ხო ლახავს. ეს ხო ეხლა აბა ეხლა ვილაპარაკებ და ვიყვირებ, აბა რას ვიზამ? აბა არ უნდა ვიყვირო, გარეთ მე და 18 ოჯახმა, არ უნდა ვილაპარაკო, არ უნდა აღვნიშნო ამაზე და ბატონ კალაძეზე არ უნდა კარგი უნდა თქო, რა კარგია, ხელსანანცებს რა კარგია და აუმარჯოს ესა რა უკანონობას. ეს არის ეს რანაირი არ ვიცი, რანაირი ადამიანობა, რანაირი მერობა, რანაირი ქვეყნის. ეხლა იტყვიან რომ ამას მტკიცებულება უნდა და მტკიცებულება არის აგერ 16 წლის მანძილზე მიგდი რატო არ შეიძლება? ცენტრალურ პროსპექტია, დადიანის პროსპექტზე არ აინტერესებს მერს ამ 2012 წლიდან ხელისუფლებაშია. რა ხდება? ეს ხალხი სადაც აწავიდნენ, რას აკეთებენ? აი იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს ადამიანი, ვისაც უყვარს მეორე ადამიანი. არა მარტო მისი შვილი და მისი დედა, არამედ სხვისი დედაც. შენ თუ არ უყვარს, ყოველ შემთხვევაში პატივი უნდაცე. აი მაგალითად, ჩემი ბიჭი ახლა ერთ ოთახია ხრუშოკაში ვარ და ცორის მოყვანა უნდა და ვერ მოყავს. ჩემთან შეხვა სახში და პირდაპირ უნდა საწოლში დაწვეღა. მითხრა ერთხელ ორჯერ უნდა ყავდა საწოლე გამაცრო, მაგრამ რა მექნა საწოლს ვიყავი 300 ლარი მქონდა ხელფასი მაშინ. ეხლა 400 მაქვს, მე კი არ მომატებია, მაგრამ აი ეს ვარ 16 წელიწადი. ეხლა ეს სადმე რომელ ქვეყანაში მოხდება? ეხლა გერმანიაში ეს ერთადერთ ქვეყანაში მოხდეს, შეიძლება მოხდეს რუსეთში. სადაც ანარქია და ანუ ისა გაუგებრობებია რუსეთში და ეხლა ეს აი ვეკითხები მაყურებელს და ყველა ეს გერმანიაში მოხდება, ეს საფრანგეთში მოხდება, ეს ამერიკაში არ მოხდება. ამიტომ მინდა ევროპაში რო ყოფილიყავი თუ რა დამინგრებდნენ, ამიშენებდნენ კიდეს. არა ვარ მართალი ვარ. დარწმუნებული ვარ რომ თქვენს ამ წუხარებას აუცილებლად ნახავენ შესაბამისი პირები და ალბათ აუცილებლად დაგეხმარებიან. ხო, აუცილებლად უკვე როგორ იცით ახლა დავსა 68 წელს ვარ, დავბერდი ქუჩაში, არა ვარ კიდე კაი მქონდა ერთ ოთახიანი რაღაცა ეკით ხრუშოვკამა ცალკე და იმაში ვარ მე, მაგრამ საწყალი მეზობლები რა აქნან, ქუჩაში არიან, გამოკრიან, ქიას ვერ იხდიან, დადიან მერე კვირაობით სადგურზე ათენებს ერთი ახლა მაგალითად შემიძლია განახო ცხოვრობს ვაღზალზე. ასე დღეში ვარ და როცა ესეთი მდგომარეობა შეგაიგაცო და 3 მილიარდი რო გაქვთ 5 მილიარდი ნაშოვნი კი ბატონო ეს ხალხის ფული ცოტა ეხლა მაინც გაჩერდი რომ ასეთი ვითარება როცა არის მიეცი უფლება მშენებელს რომ ააშენოს რა არავინ აღარ გვეკარება არავინ აღარ მოდის იყო ყველა ვიცის რომ ესია რა მერიაში ესია რომ ჩვენთვის როგორც ცნობილია სოციალურად დაუცველი სტატუსიც აღარ გაქვთ ხო სოციალურად დაუცველი სტატუსი მომიხსნეს სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონდა მე სააკაშვილის დროს საბაგრატიდან რო ჩამოვედი 2004 წელს უკვე სააკაშვილი იყო საბერძნეთში ვიყავი ჩამოვედი 2004 წელს მომწეს სოციალური სტატუსი სოციალური თანხა მომწეს ნუ თვეში მაძლევდა ბატონის მიხეილი 30 ლარს ანუ დღეში 1 ლარს ასე რომ ბატონი მიხეილი სოციალურ საკითხებში ძალიან მოიკოჭრა რაც გააკეთა ეხლა არ მინდა ჩამოთვლა დიდ დროს დაგვარცევს ძალიან კარგია და მაგრამ თავარი ის ქონდა რომ მოღალატე არ იყო და საქართველოს რუსეთში არ მიაცრევდა და მილიონი რუსი არ შემოყარა და მილიონი ქართველი არ გაყარა. დღეში 1 ლარს მაძლევდა. თუმცა აქვე უნდა დავძინო რომ იმ 1 ლარით ვიყიდი 2 კილო კარგი ხარისხის პომიდორს. და როცა ივანიშვილმა 2 ლარი გახადა სოციალური დაცვა, მე 2 ლარი გაგვიხადა დღეში იმ 2 კილოთ 2 ლარით 1 კილოსაც ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ პომიდორი 8 ლარი არის გადაფულს. ანუ ახლა ეს გადახვევა ხუმრობით. და მე ამათმა მომიხსნეს სოციალური დახმარება, იმიტომ რომ მუშაობა დავიწყე მუშტაიჩი 300 ლარიან ხელფასზე და ეს რომ იქ ბაზაში რო ამოვარ და დავიწყე მუშაობა, მითხრეს რომ შენ რომ მუშაობა დაგიწყეო და ეხა სოციალური დახმარებაც 60 ლარიო, თან ის 300 ლარიო და ბევრად, ბევრი მოგივაო და მომიხსნეს სოციალური დახმარება. დავჭი ხელფასზე. საბერძნეთში რატო იყავით? საბერძნეთში დავედი
შევარდნაძის დროს 1998 წელს, იმიტომ რომ შეერი არ მომტარიყავია. რაფელი არ იყო, ერთადერთი ავტომატი უნდა აღეღო ხელში და გეყაჩაღა. თავი ისე გერჩინა და მე ამას ვამჯობინე და წავსულიყავი საბერძნეთში. მიმიღეს იქ ევროპელებმა, იმ საზღარმა ევროპელებმა და ესე იგი ისეთი საშინელ დღეში ჩამაგდეს, საშინელ დღეში, რომ დამაწყებინეს მუშაობა 1300 ევროს მაძლევდნენ თვეში. იმაზე ყოველ დაბადების დღეზე და ყოველ ახალ წელს ამ 1300 ევროს მიორმაგებდნენ და 2600-ს მაძლევდნენ. აი ესეც საშინელ დღეში ვიყავი ევროპაში, კაცო, აბა წარმოგიდგენიათ ევროპელები, რა თქინა ევროპა. და მე რო წამოვედი აქ ხუთის მე რო ჩამოვედი, ჩემი უფროსი იქიდან კიდე დახმარების სახით, კიდე მიგზანი და ფულს ვახტანგ. მანდო ვიციო რა მდგომარეობა არისო და აი ესე დღეში ვიყავი ევროპაში. იქ რა საქმიანობდი? ესე დღეში ვიყავი. წყალებში თქმა უნდა, ხო? გავიგე. მიუხედავად ხდება. რას ვაკეთებდი იქ ძღოლად მუშაობდი, მშენებლობაზე მუშაობდი, მღებავად მუშაობდი. იყო ერთი პერიოდი აი ნაგვის მანქანა რო არის, ნაგვის აქ რო დადის ნაგვის მანქანა, ხო? იმაზეც მუშაობდი, უკან ვიდექი ის მიმქონდა რა ქვია, მუშაობდი ერთი წელი. იქ მაძლევდნენ 1000 ევროს. მე ძღოლად მუშაობდი, ტურისტები დამყავდა 1300 ევროს მაძლევდა ჩემი უფროსი ტანსაცმელზე, საჭმელზე პრობლემა არა გაქვს, შენ რომ მითხარი, რაც გინდა ვიციო სასახში გაჭირებული, შედიო ამოარჩე რაც გინდა, ეს ევროპელი ისა, ხო წარმოგიდგენია, აი რა ესე ცუდ დღეში ჩამაგდო. სიმართლე გითხრათ, ხა რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ ესეთი ცნობილი ადამიანი ამ ასეთ პირობებში. რა დარი იყო ყველაფერი. მე ჩამოვედი უკვე 98-ში წავედი და 2000-ში ჩამოვედი და მე ეს 1300 евро ხოლმე მაძლევს ჩემი ფრენდა როგორ კასეტები მქონდა ჩემი ფილმები წაღებული და რაღაცაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მე ვთქვი მე მსახიობი ვარ მეთქი და იქ მსახიობი ხელოვნება არის აი უმაღლეს პატივისცემის უმაღლეს საფეხურზე აყავს ევროპელებს და კერძოდ საბერძნეთში ბერძნებს მსახიობი ხარ, ეს მსახიობია, როგორ მსახიობი თუ ხარო, როგორ წამოხვე, შენ როგორ იქ არ ქონდაო საშუალება რომ ეკონომიური, სოციალური მდგომარეობა ესეთ ჩემი ფილმები რომ ანახეს თუ ამ სიყვარული ყველას უნდა ესე იგი გაგი და დაუძახა მეზობლებს ეს კასეტა გაამრავლა როგორო კაცო რას ლაპარაკობ და მომწერეო რა გიჭირს კიდე როცა მომწერეო ყოველთვის მე უხერხულებოდა ხანდენ ისა და აღარ წერდი ევროპელი რო გავხდები ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი რო გახდება ჩვენ როგორ ვიქნებით ხო აღარ წავალ იქ აღარ წავალ ახალგაზრდა იქ იმუშავებს აქ და იქ არ აიღებს 1300 ევროს აიღებს აქ იქ არ ექნება პენსია 900 евро და 1500 евро და გერმანიაში საერთოდ 4000 ევროა თუ ნორვეგიაში აქ ექნება წარმოუდგენელი ახლა ყველა მიცის 3 მილიონმა მათ შორის თვითხელისუფლების წევრმა ნებისმიერმა უში გადაცემა იყო აგერ გერმანიაში გულაობდნენ ორი პარლამენტარიშვილი და დაჟე იმას ებლატავებიან პოლიციელს შენ ბიჭო ცოცხლარად იყავი ცოტა პრობლემები შეგექმნებაო ეს ეუბნება გერმანელ პოლიციას ხო წარმოგიდგენთ იგი აი თავში ავარდნის რა დონეზე არიან რა ყველა მიცის რომ ევროპა კარგია ყველა მიცის რომ რუსეთი ჭაობია იქ უნდა ჩავიხშოთ იქ უნდა დაიღუპოს საქართველო აქ უნდა შევავიდეს 5 მილიონი რუსი და რუსები დაგვაჯდებიან თავზე აგვიგზალავენ ენას არ აგზალავენ 3 მილიონი ქართველი რო იქნება ქვეყანაში და 4 მილიონი რუსი ის რუსი გეტყვის სალაპარაკო ენა რატო უნდა იყოს ქართული სალაპარაკო ენა უნდა იყოს უმრავლესობის ენა რუსული და მართლებიც იქნებიან ვილაპარაკებთ რუსულად სკოლაში ბავშვები ისწავლიან რუსულს და საქართველოს შეიძლება საერთოდ აგზალონ ეს ყველა მიცის, მაგრამ მაინც რა ქვია, იქ დადიან იმეებზე, სადაც ირანის იმეების რაღაც ტერორისტების პანაშვიდებზე დარბიან ყოველ კვირა დარბიან ტერორისტების პანაშვიდებზე რა და ეხლა აგერ არ მიიღო იმან ბაიდენმა არ მიიღო ეხლა ეს საზიზღრობები ხდება იცი შედალოთ რომ შვეიცარიაში ფულს ინახაო რესტორნების საფრანგეთში კალაძეს გუშინ ანახეს რაღაც ოფისია გახსნე შენ კაი ადამიანო შენ იქ აგაგდა მე რას მატენი ამ რუსეთში ვერ გავიგე რატომ მიღობავ გზას ევროკავშირისკენ რა გინდა ვერ გავიგე ნაცარც მაყრით ვარში ეხლა ევროპა რო ჯობია ჩამპარ და ჩამკაკებულ რუსეთს ეხლა ვერ გავიგე და რო აგინებ ევროპელებს და პუტინს უძვრები ერთად გინდას ეს კაია შეკაი ადამიანი და ეხლა სავიზო რეჟიმს რო გააუქმებენ და ქართველები შეიძლება გამოყარონ იქას ის მილიონი ქართველი მე მქონდა ეხლა შემოთავაზება ადრე ოცნებისგან მქონდა შემოთავაზება რომ გამختარიყავ ივანიშვილის სტიპენდიანტი მაგრამ არ გავხდი
სულ ცოტაო, მითხრეს შენო ისეთ ხალხს უხდისო ფულსო ერთი თავი როლი არ აქვს ნათამაშები და 20 თავი როლი გაქვს ნათამაშები, შენ სულ ცოტა 1000 ლარს მაინც მოგცემსო რა, შეიძლება მეტიცო თვეშიო. უარი ვთქვი ხა, ვისაც უნდა დამეჯეროს, ვისაც უნდა არ დამეჯეროს, უარი ვთქვი. არ მინდა, ეს ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის ფული საერთოდ არ არის ღირებული. მე მაინც მინდა კითხოთ, ეხლა თქვენ რა საქმიანობთ, ანუ რით ხართ დაკავებული? ეხლა მე მუშაობ მუშტაეთში, მეგობარმა დამაწყებინა მუშტაეთში პარკში, მაშინ ხო ჩამოვედი 2005-ში ჩამოვედი და 2016-ში დავიწყე მუშტაეთში და ბავშვებთან, ბავშვები მოდიან კარუსელზე, ეგრეთ წოდებული ოპერატორი ვარ, ოპერატორი მთქვია, ბავშვები დასხდებიან კარუსელზე, ამ კარუსელს ჩაურთავ, მე დავეხმარები ზოგს დაჯდომაში, მე ბოლოს გამორთავ, რომ გავაგარკვეულივად ან თვითონ ირთვება ზოგი კარუსელი. ნუ ესე მუშაობ ოპერატორად. მოდი ვნახოთ ნიატ ყეშიაშვილის სიუჟეტი თქვენ შესახებ, თუ როგორია თქვენი ყოველდღიურობა. ბავშვები და მოხუცები მეყვარს, უსაძღვროდ მეყვარს ბავშვები და ესე იგი ეს არის ერთადერთი სამუშაო ალბათ კინოს გარდა, სადაც მე ვიმუშავებდი. ყველა სამუშაოს პატივცემ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი ატმოსფერო. ეხლა კარგი სამუშაო, ეხლა ზოგი მეტყვის ხოლმე რა თქვი, ეხლა კაი სამუშაო როგორ არისო, კაი არის ოფისში რო ზიხარო და კონდიციონერო გრილდებიო და კაი ხელფასზე, ნუ არა, მაგ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, სხვადასხვის სულთან აერზე ვარ და ბავშვებთან ურთიერთობა მავსებს სულიერ. ბავშვი ხო სიყალბე არ აქვს. და რო ხედავ სულ ბუნებრივ ურთიერთობას ადამიანთან, პატარა ადამიანთან, ეს მახალისებს. სიტყვოთი, სიკეთით, სიყვარულით მავსებს და მილამაზებს სულს და მე უკვე ლამაზდები ისე რომ ურთიერთობაში მეხმარება ადამიანთან ურთიერთობაში. მე სიცოცხლე აღარ მინდა სიცოცხლე ამკივა ცნობენ უფრო ხშირად, ვიდრე უფრო ახალგაზრდა თაობა იმდენად ვერა. უფრო ძველი თაობის ხალხი განსაკუთრებით იმ ფილმს იხსენებენ, სიყვარული ყველას უნდა, ეს ბრენდული ფილმი რო არის და ძალიან დიდი სიხარულია ეს ხელოვანის ადამიანისთვის, ხელოვანისთვის ზოგადად ყველასთვის, როცა აი ადამიანები აი ესეთ სიყვარულის სავსე თვალებით უყურებენ და როცა ცნობენ, ეს არის ერთი ყველაზე დიდი ბედნიერება ხელოვანისთვის. გული მწყდება, სიყვარულით ვიხსენებ იმ დღეებს, იმ თვეებს, იმ წლებს, კინო მაინც რომანტიკა, მოგზაურობა, გადაღებებია, ურთიერთობები ადამიანებთან, 50-ის, 60-ი, 80-ი ადამიანია კინოს გადაღების დროს, სპექტაკლიც. გული მწყდება ასევე ძალიან წყდება გული, რომ თავიდან თეატრი დავტოვე და წამოვედი, ვიყავი კინოსახიობთა თეატრში 3 წელი თუ 2 წელი თუ 3 წელი და ვეღარ შევათავსე კინო და თეატრი ერთმანეთს, ვეღარ შევიმდე კინოში ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა, მთავარ როლებში ვიღებდი სულ და ვერ ვიძახდი უარს, ახალგაზრდა ვიყავი და ვერ შევათავსე და აი შევწდი, რომ კინოდან თეატრიდან წამოვედი კინოს გულისთვის, რომ უფრო მეტი დრო მქონოდა და შეუთავსებლობის გამო უნდა დავჩენილიყავი თეატრში და რამენაირად უნდა შემეთავსებიდი. იმიტომ თვლი რომ მსახიობისთვის თეატრი აუცილებელია. იმდენი წელი ვიყავი კინოში და იმდენი როლი მაქვს ნათამაშები. უფრო კინოში ვისურვებდი ისე რომ გადავეღებ და გადაღებებზე ისევ ინტენსიურად მეულო როგორც ადრე ვიყავი. შევინოთ რა არის სიკეთე აი ესეთი ხელოვნებაში კიდევ მინდა ნუ კინოს სახით გავაგრძელო ურთიერთობა ადამიანებთან ეკრანიდან რაღაცაზე ვესაუბრო რომ კიდევ მიხილონ ნახონ ადამიანებმა ჩემმა საყვარელმა მაყურებელმა და რომ უფრო კარგად ინტენსიურად გადაიღონ ფილმები რომ იყოს საშუალება რომ მსახიობებმა იმუშაონ. დიდი მადლობა ნიას. თქვენ გაქვთ ესეთი კარგი სიტყვები ნათქვამი და მინდა რომ ციტირება გავაკეთოთ, ანუ
ბედნიერებას თვითონ ვეძებ და პოულობ. თვითონ ვისწავლე მისი გამოჭედვაო. დიახ. ეს როგორ შეძლეთ? ისეთ რა, ეს ამას გააკეთებს ადამიანი და მე ვარ ისეთი ადამიანი, ვისთვისაც თავარი ღირებულება არის სიწმინდე და ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო და ღირსება. ელემენტარული რაღაცა მანიჭებს ბედნიერებას. აი მაგალითად თქვენთან აქ მოსვლამ, ხალხთან ურთიერთობამ ბედნიერება მომანიჭა. მადლობელი იყავი იმისთვის, რაც გაქვს და ღმერთი მოგცემს იმას, რაც არ გაქვს. ამიტომ მადლობელი ვარ. კი არ ვაძადებ ჩემ თავს რომ მადლობელი ვიყო. მართლა მადლობელი ვარ. მიხარია სიცოცხლე, ყველაფერში პოულობ სიამონებას მინდა ნებისმიერ რამეში, რა წყალში, ბუნებაში, ფოთოლში, ადამიანებში, ხო? დუმბაძემაც ხო თქვა ადამიანს კარგი გვერდიდან, ისეთი გვერდიდან უმზერს, საიდანაც კარგად იმზირება, ხო? ახლა მაინდამაც ხო თქვა დუმბაძემ თქვა, ადამიანს უნდა უმზირო იქიდან, საიდანაც კარგად იყურება. ადამიანი ტილო არ არის, მიადგე და ერთი მხრიდან უყურო. ბოლო კითხვაც მინდა რომ დაგისვათ. რა არის თქვენი ამ თელი წლების განმავლობაში ხა რა სირთულები შეხვდათ, რაც გამოიარეთ? რა იქნებოდა თქვენი მთავარი სათქმელი? საზოგადოებისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის არის, რომ ჩვენ უნდა შევივსოთ გონება და გული სიყვარულით, ანუ ღმერთით. როდესაც სიყვარული და სითბო და სილამაზე, ანუ ღმერთი გვეყოლება გულში, ჩვენ უკვე ერთმანეთი გვეყვარება. ერთმანეთისადმი ვიქნებით დამოკიდებული კეთილად. ყველაფერი, აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. საზოგადოება ერთად უნდა იყოს შეკრული და უნდა იდგეს ისტორიის სწორ მხარეს. ეს სიკეთე და სიყვარული უფრო განვითარებადი და გაგრძელებადი და გავრცობადი დასავლურ ცივილიზაციაში რო არის, ეს ამას ორი აზრი არ აქვს და არა რუსულ ჭაობში. ადამიანს რო ხელისუფალს რომელსაც უყვარს საქართველოს, აქ მილიონ რუსს არ შემოყვეს. ეს არის აქ ვისაც გინდა დამეტკიცოს საზოგადოების ნებისმიერი გაგების ფენა. როცა გვეყვარება ერთმანეთი, ყველაფერი კარგად იქნება. ესე არ არის? ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი იყავით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. მე კიდევ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ შევხვდებით შემდეგ ნაწილში საინტერესო რჩევებით. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ვიტამინების კომპლექსს, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს. ახლა ჩრდება კითხვა, ვის რამდენად სჭირდება და საერთოდ საჭიროა თუ არა მათი გამოყენება. ზოგადად, თუ ჩვენ შევხედავთ სტატისტიკას, 60 წლამდე პირებში რომელიმე ვიტამინის ნაკლებობის ალბათობა არის დაახლოებით 6%. მე აქ არ გულისხმობ უშუალოდ D ვიტამინს, ნუ ეგ საკმაოდ უფრო მეტ რაოდენობაში შეიძლება ქონდეს თვათ ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობით, აქ საუბარია უშუალოდ B ჯგუფის ვიტამინებზე. ეგეთი არის სწორედ რომ 6% 60 წლამდე. მაგრამ თუ საუბარია თქვათ 60 წელსევით პირებზე, ეს პროცენტობა რადიკალურად იმატებს და ახდენს უკვე 20%-ს. მოდი ახლა ჩვენ კითხვა დავსვათ, ვის შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი რისკი რომ აკლდეს რომელიმე ან ერთი ან რამდენიმე B ჯგუფის ვიტამინი. ეგეთ კატეგორიაში შედიან მაგალითად ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობაში აქტიურად მოიხმარენ უშუალოდ ალკოჰოლს. ეხლა თუ სწავლზე კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მოიხმარს, ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად, მაგრამ თუ საუბარია ყოველდღიურ ან დიდი რაოდენობით მოხმარებაზე, ამ შემთხვევაში სხეულიდან იკარგება წყალში ხსნადი ვიტამინები, მათ შორის სწორედ რომ B ჯგუფის ვიტამინები. ანუ ალკოჰოლიკებში მაღალი რისკია, რომ ვიტამინის ნაკლებობა ნამდვილად გქონდეს და საჭიროებდნენ კომპლექსების გამოყენებას. გარდა ალკოჰოლიზმისა, ეს შეიძლება იყვნენ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ ნაწლავური დაავადებები, რომლებიც ვლინდებიან მალაბსორბციით, ანუ შეწოვის დარღვევით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებში, როცა ხშირი ფაღარათია, ან შეწოვა ვერ ხერხდება და ასე შემდეგ, სხეულში სწორედ რომ ვიტამინების რაოდენობა იკლებს. როგორც წყალში ხსნადი ვიტამინებისა, ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინებისაც, მათ შორის A ვიტამინის, E ვიტამინის, D და K ვიტამინის. გარდა ამ ჯგუფისა, ასევე ეს შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც მაგალითად იღებენ მედიკამენტებს. აი, რომელი მედიკამენტები შეიძლება უკავშირდებოდეს თქვათ ვიტამინების ნაკლებობას. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კუჭის დამცავები. ეს ეძახიან საზოგადოებაში პრაზოლებს, პროტონიტუმოს ინჰიბიტორებს.
ნუ თუ ახლა ადამიანი თქვა კუჭის დამცავს სვამს დიდი ხნის განმავლობაში, აქ არ არის საუბარი თქვა ყველაზე 2 კვირით ან 1 თვით ან 2 და 3 თვით, აქ საუბარია რომ ეს მას იღებს თქვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვა წლობითაც, მაშინ მოსავნელი არის რომ აქ იყოს ბიჭგურის ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით ვიტამინ B12-ისა. აქ არა მარტო პრაზოლები მოიაზრება, ასევე H2 რეცეპტორების ბლოკერებიც. ეგეც ასევე გამოიყენებია, როცა ვინმესაც ყველაზე გამოხატული გურძმარვა, წყული, ანთემა ნაწლავისა, კუჭისა, თორმეტგოჯი ნაწლავი მოვიაზრეთ ამ შემთხვევაში, აი ამ შემთხვევებში. გარდა ამისა, მედიკამენტებიდან ასევე ერთ-ერთი რაც შეიძლება იწვევდეს მაგალითად ვიტამინების შეწოვის დარღვევას, ეს შეიძლება იყოს სწორედ რომ ვიტამინი B12-ის შემთხვევაში მეტფორმინი. მეტფორმინი ეს არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამართავად. არაჩვეულებრივი მედიკამენტია. ის უნდა იყოს კიდევაც გამოყენებული შაქრიანი დიაბეტის სამართავად, საუბარია მეორე ტიპის, ანუ ინსულინ დამოუკიდებელ დიაბეტზე, მაგრამ ამ როცა პაციენტი თქვა მას იღებს წლობით, ანუ ხანგრძლივად, მაშინ შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, რომ მას თქვა რომელიმე ბიჭგურის ვიტამინი შეუმცირდეს, განსაკუთრებით ვიტამინი B12. ამიტომ ესეთი პაციენტები რაღაც სამხრივ უნდა აკონტროლებდნენ სწორედ რომ ვიტამინ B12-ის შემცველობა სხეულში, რომ მის ნაკლებობა დროულად მოგვარდეს. გარდა მედიკამენტებისა, აქ ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მაგალითად შარდენებითაც. როცა ადამიანი თქვა ხანგრძლივად იღებს ხოლმე შარდენებს, შარდენების ფონზე მოსავნელი არის ბიჭგურის ვიტამინების ნაკლებობაც. როგორც ხედავთ, რისკ ფაქტორები საკმაოდ ბევრია. ნუ ცალკე ავიღოთ ის პოპულაცია, რომელიც მაგალითად არ იკვებება სრულფასოვნად. თუ სიტყვაზე თქვა თეითის განმავლობაში მხოლოდ პურს მოიხმარს, ან შემწვარან მოხარშულ მაკარონს, ან სიტყვაზე თქვა რამე სხვა მარცვლეულს, მაგრამ არახის და ბოსტნეულს აქტიურად, ესეთი თქვა სცენარიულ საკვების გარეშე ყოველდღიური იკვება, ასევე რისკ ფაქტორი არის, რომ მას ჰქონდეს ვიტამინების ნაკლებობაც. მოკლედ არასრულფასოვანი კვებაც ასევე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს პაციენტებში, ვისაც თქვა მომატებული რისკი აქვთ, უფრო მეტი შანსია ვიტამინების ნაკლებობის შედეგად გამოწვეული კლინიკური ნიშნების გამოვლენისა. აი რა კლინიკური ნიშნები შეიძლება ვლინდებოდეს, თქვა ბიჭგურის ვიტამინების ნაკლებობა. ეს შეიძლება იყოს თქვა დაღილობის შეგრძნება, ანუ ადამიანს რაღაცა ძალა არ აქვს. ეს ასევე შეიძლება იყოს მაგალითად ყნოსვის ან გემოვნების დარღვევა. ხო? აი ეს თქვა აგევზია ან ანოსმია, ან სხვა სახის დარღვევები ყნოსვის ან გემოვნებისა, ასევე უკავშირდება ვიტამინების ნაკლებობას, მათ შორის ვიტამინ B12-ის ნაკლებობას. გარდა დაღილობისა და თქვა ყნოსვის და გემოს დარღვევისა, ეს შეიძლება იყოს თქვა თმისცვენაც, ასევე ჩხილებს მომატებული მტრევადობაც, გარდა ამისა სახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. მოკლედ რომ თქვა, ეს რაღაცა კონკრეტული კლინიკური განვლენება ნაკლებად აქვთ. ეს შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. მათ შორის შეიძლება ასევე განვლინდეს პირის სხულში წყლების გაჩენითაც. ნუ საუბარი ამ შემთხვევაში აფთოზურ სტომატიტზე, ან ინის ანთებით, ტუშის კუთხეების ანთებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევებში თუ თქვენ თქვა კლინიკურად გაქვთ ნიშნები, ან მიეკუთვნებით რისკ ფაქტორის ჯგუფებს, მაშინ შესაძლოა არის რომ გადამოწყვეტთ კონკრეტულ ვიტამინებზე ექიმთან შეთანხმებით. თუ აღმოჩნდება რომ თქვენ გაკლია თქვა რამდენიმე ბიჭგურის ვიტამინი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ რომ ბიჭგურის ვიტამინების კომპლექსი და ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს სწორედ რომ ეს ვერსიაც. აქ ნაჩვენები ბიჭგურის ვიტამინების კომპლექსი უნდა იყოს მიღებული დღეში 2 ჯერ და მისი მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ პაციენტს რა აქვს თანხლებად. როგორც წესი მკურნალობა გრძელდება ხოლმე 1 თვიდან რამდენიმე თვემდე. მადლი დაგჭირებით თუ ამ შეებს კიდევ ერთხელ ყოველდღიურად ასევე მოусმენთ და გავზიარებთ სხვებსაც.